ეროვნულ მუზეუმში შემოსული კოლექციების მთავარ წყაროს არქეოლოგიური კვლევები წარმოადგენს. არქეოლოგიური სამუშაოების საშუალებით ჩვენ ვიღებთ როგორც განსაკუთრებულ არტეფაქტებს, ასევე იმ ნიმუშებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს სრულიად ახალი ინფორმაცია მივიღოთ იმდროინდელი ეპოქის შესახებ. ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს დაახლოებით 10 წლის წინ გათხრილი ეგრეთ წოდებული ანანაურის ყორღანი კახეთიდან. არქეოლოგიურ გათხრებს ცნობილი ქართველი არქეოლოგი ბატონი ზურაბ მახარაძე აწარმოებდა. აღმოჩნდა ძალიან მდიდარი მასალა, რომელიც როგორც ჩანს ეკუთვნოდა უმაღლესი ელიტის წარმომადგენელს. აღმოჩენილია როგორც მეტალის, ისე კერამიკის განსაკუთრებული ნივთები, მათ შორის ოქროს სამკაულები, თვითონ ჩონჩხი, როგორც დიდებულის, ისე მისი მსახურების. ასევე აქ აღმოჩენილია კარგად შემონახული ქსოვილის ფრაგმენტები, რაც საერთოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ეს აღმოჩენა დაახლოებით 4300 წლით თარიღდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეპოქაში ადამიანები ქსოვილს უკვე იყენებდნენ სხვადასხვა ფუნქციით, როგორც ყოფითი, ასევე დეკორატიული, ასევე შესაძლოა მათ ჰქონდათ რიტუალური და რელიგიური დანიშნულებაც. თვითონ ქსოვილის შესწავლა და მისი აღდგენა მოხდა ქალბატონი ნინო კალანდაძის ხელმძღვანელობით და აღმოჩნდა, რომ აქ არის როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმოშობის ბოჭკოები. ჩანს, რომ ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ მატყლის თვისებებიც და მიკროსკოპულმა კვლევებმა წარმოაჩინა ის საკმაოდ რთული მეთოდოლოგია, რომელიც გამოყენებული იქნა ამ ქსოვილების დამზადებისთვის. და ჩვენ გერმანელ კოლეგებთან ერთად მოხდა ქსოვილის ძალიან დეტალური რეკონსტრუქცია და თქვენ ხედავთ, როგორც სრულყოფილ ტექნიკას, ასევე სხვადასხვა ფერების გამოყენებას. ანანაურის ყორღანი წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო ინფრასტრუქტურას. ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა კუთხით ეპოქას, რომლის დროსაც განვითარებული გახლავთ ეგრეთ წოდებული მტკვარ-არაქსის კულტურა. ასე რომ საქართველოს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მეცნიერულ პოლიგონს, სადაც ხდება ბრინჯაოს ეპოქის კვლევებიც.